It has never been more important for us as British parliamentarians. ჩვენთვის ბრიტანელი პარლამენტარებისთვის არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც ცდილობს შეზღუდოს ან ძირი გამოუთხაროს შრომით მოპოვებულ თავისუფლებასა და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ყველაფერი დამოკიდებულია კანონის უზენაესობის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემაზე. მაგალითად, გასული წლის ნოემბერს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები, რამაც ერი აღაშფოთა. სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს ევროპასთან ინტეგრაციისადმი აბსოლუტურ მხარდაჭერას. მას შემდეგ პროტესტის მონაწილეები ყოველდღიურად ავსებენ რუსთაველის გამზირს. მათ არ ეშინიათ იმის თქმის, რომ მომავალი მათია, მიუხედავად ხელკეტების ან წყლის ჭავლის გამოყენებისა. ზაფხულის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო ოპოზიციის ლიდერების დაკავება. რამდენიმე კვირის წინ შევიტყვე ჩემი მეგობრისა და ერთ-ერთი ოპოზიციონერის გიორგი ვაშაძის დაკავებისა და მისთვის 8 თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ. გუშინ დააკავეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. შემზარავი ბრალი, რომლის შადენასაც მას ედავებიან, არის თბილისის მერის საარჩევნო პოსტერის დაზიანება. როგორ ვუპასუხებთ დემოკრატიისადმი ამ გამოწვევებს? ისევე განსაზღვრავს ჩვენ, როგორც განსაზღვრავს ქვეყნებს, რომლებიც ხედავენ საკუთარი უფლებების შეზღუდვას. Democracy defines us as much as it defines those countries who are seeing their rights diminished.